შაბათს 17 ნოემბერს საქართველოს ტანვარჯიშის ეროვნულ ფედერაციაში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. დელეგატთა უმრავლესობამ ხმა ვეტერან ტანვარჯიშე კონსტანტინ ლაშხლისცა, თუმცა ფედერაციის ერთი ნაწილი თვლის, რომ ვიცე-პრეზიდენტების არჩევის ნაცვლად ფედერაციის პრეზიდენტმა მათი დანიშვნა განახორციელა, რის გამოც დღეს პროტესტი ნაკრების მცველთა შტაბმაც გამოთქვა, რასაც სავარჯიშო პროცესის შეწყვეტა მოჰყვა. ასე გამოიყურება მხატვრული ტანვარჯიშის დარბაზი, სადაც ნაკრების წევრების ნაცვლად მათი მშობლები და მწვრთნელთა შტაბი პროტესტის ნიშნად შეიკრიბა. ისინი ფედერაციაში ახალი პრეზიდიუმის შედგენის პრინციპს აპროტესტებენ და თვლიან, რომ შერჩევა ფედერაციის წესდების დარღვევით მოხდა. განხილვა არც კი ყოფილა ნორმალური ამ განცხადების, პოლემიკა მიდიოდა, რომ ერა სამართლებრივი უფლება მქონდა მისი წარდგენის, არ წარდგენის, ამ დროს მიდიოდა ხმების დათვლა და ამ ქალბატონმა ძალიან დიდი შრომა დადო ჩვენ გუნდთან ერთად, მწვრთნელთა კოლექტივთან ერთად, რომ ჩვენ 23 წელიწადი ველოდებოდით ამ შედეგს, რომ ევროპის პრიზიორები გამختارიყავით. თავიდანვე ჩანდა, რომ ახალი პრეზიდენტის მიზანი იყო ფიქრია ფანქელაშვილის მოშორება ფედერაციიდან. მწვრთნელთა პროტესტს ნაკრები გუნდის წევრთა მშობლებიც იზიარებენ და თვლიან, რომ ფიქრია ფანქელაშვილი მხატვრულ ტანვარჯიშში მიღწეული წარმატებების ფონზე არ უნდა გაეთავისუფლებინათ. ბოლო პერიოდში ქართულ მხატვრულ ტანვარჯიშში პროგრესი შეიმჩნევა. ეს ფიქრია ფანქელაშვილის დამსახურებაა და ვფიქრობ, მისი გათავისუფლება უსამართლობა. ეს ქართული ტანვარჯიშის განვითარებაზეც აისახება. უბრალოდ მხარდაჭერას უცხადებ ჩვენი ხელმძღვანელობას, კერძოდ ქალბატონ ფიქრიას. უკანასკნელი 23 წლის განმავლობაში სწორედ მიმდინარე წელს პირველად ქართველმა მხატვრულმა ტანმოვარჯიშეებმა ევროპის ჩემპიონატზე მედლის მოპოვება მოახერხეს. ერთ წელიწადში კი მათ ანგარიშზე მსოფლიო თასისა თუ სხვადასხვა გრან-პრის ტურნირებზე 22 მედალია. ეს არჩევნები სამართლიანად რო ჩატარებულიყო, ამ ხელა აჟიოტაჟი ნამდვილად არ მოყვებოდა. მე თვითონ ყოფილი სპორტსმენი ვარ და მე შემიძლია მივიღო წაგებაც და მოგებაც. ფედერაციის ახალ არჩეული პრეზიდენტი კონსტანტინე ლაშხიკი მიიჩნევს, რომ მხარეებთან საერთო ენის გამონახვასაც შეძლებს. დღეს წესდებაში არსებულ პუნქტებზე კომენტარი ფედერაციის იურისტმაც გააკეთა. გუნდის ეყარათ, კენჭითო ეყარათ საცაკედან, ხმათა უმრავლესობით ეყარა მთლიანად გუნდს და შემდეგ გავიდა უკვე პრეზიდიუმის რიანი შემადგენლობა კეცված და მიიღო ხმათა 53 მეტრი. ვისაც ძალიან აწუხებს ეს თემა და ვეტერანებთან ერთად მინდა ეს თემა ერთხელ და სამუდამოდ მორჩეს. აღარ იყოს დავა ამ ერთ გუნდს შორის. სავარაუდოდ ფედერაციის ახალ არჩეულ პრეზიდენტს რეაგირებას საკმაოდ მალე მოუწევს. უახლოეს პერიოდში ქართველი ტანმოვარჯიშეები მსოფლიოს თასის ეტაპზე უნდა გაემგზავრონ.